სხეულის იცივება და გაციება. თბილისში 5 სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გრიპით ინფიცირებულ პაციენტთა მართვის ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობაა. გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ ცენტრში სამედიცინო მომსახურება 100-მდე პაციენტმა მიიღო. ზოგიერთი მათგანის საავადმყოფოში დატოვებაც კი გახდა საჭირო. გაცილებით მაღალია სატელეფონო კონსულტაციების მაჩვენებელი. დღეში ასობით მოქალაქე იღებს ოჯახის ექიმისგან რჩევებს. მედიკოსთა ვარაუდით ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა თებერვალში კიდევ უფრო გაიზარდოს, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ. უშინაც საათიდან დღეს დილისად საათამდე იყო დაახლოებით 92 ავადმყოფი. სულ 2 დღის განმავლობაში 267 ავადმყოფი. სატელეფონო კონსულტაცია 168 ავადმყოფი. უშინ მარტო. სიმძიმით ავადმყოფების საშუალო სიმძიმის არის განსაკუთრებული სიმძიმის რამოდენიმე ავადმყოფი იყო, აქედან 2 გოსპიტალიზირდა, ნაწილმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, მიეცა დანიშნულება და გაეწერენ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 2 დღის წინ ის რა ქვია, ჩამეტარეს დახმარება, გამომიწერეს რაღაც ამლები, მაგრამ ისევ გამერთულდა სიცხეები მაქვს, ისევ ხველა მაქვს და მოვედი ახლა ხელახლა ისე. მომსახურება ნორმალური, ახლა პირველად ვიყავი, ძალიან კარგად მომისახურეს, ყველაფერი გამიკეთეს. და რა ვიცი, კარგია რა. დავიცვათ კაცრად ჰიგიენის წესები, ხელები დავიბანოთ ხშირად, მოვერიდოთ, ასე ვთქვათ, დახურულ სივრცეებში, სადაც ჭიდროთ არიან ადამიანები, ვთქვათ, იქ ავადმყოფები არ უნდა იყვნენ. თუ მაინც იქნებიან, ავადმყოფს რო ეკეთოს, ნიღაბი ყველაზე კარგი, ეს არის ყველაზე კარგად იცავს. თუ არა და თქვათ, აი მაღალი რისკის ადამიანებმა, განსაკუთრებით ორსულებმა, თქვათ, აი ესეთ დახურულ სივრცეში ხალხმრავალ ადგილებში ნიღაბი იხმარონ ხოლმე.